მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. მეც ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ესეთი ლამაზი და ტკბილი სიტყვებისთვის. დღეს შემოვედი ასეთი თემით, უკაცრავად ხმაურზე, მეც ვეღარ დავკეტავ. მოკლედ მესამე თვალის აჯნა ქვია, ჩაკრა. გასუფთავება, ვნახოთ რები ამოვა, ვისაც ჩაკეტილი აქვს ძალიან გავხსნი, ვისაც ესე იგი არა მარტო ჩაკეტილი ჯადოებისგან აქვს შეკერილი, ასე დავარქვათ რა, რომ ცუცრო გისურვებენ, რომ ვეღარ წარმართო შენი ცხოვრება, ვეღარ განსჭვალო, ვეღარ გაიხედო წინ და ასე შემდეგ, ვეღარ დაგეგმო ვერაფერი. ნუ ვისაც ხა ეზოთერიკაში აქვს საქმე, ვისაც ტაროზე აქვს საქმე, მე ვსაუბრობ მოწესრიგებულ ადამიანებზე, ბოროტებზე და მტრებზე და შავი სფეროს წარმომადგენლებზე უკვე ვბლოკავ, არ იმოქმედებს. მოკლედ დავიწყოთ, ხო? მე შევიძინე ასეთი სანთლები, ნამდვილად არის ფერიც იგივეა, რაც უნდა იყოს, ეს არის მოკლეები, მაგრამ თავარია რომ თაფლის სანთლებია. და აი ესე იღუნება, რომ არ ტყდება, უყურეთ აი ეს. ხო, ნუ ეხლა გრძელი უნდა იყოს ესეთი, 2 ცალი წარმოვიდგენთ, მაგრამ დავაწყე რამოდენიმე თქვენთვის ჩემო საყვარლებო, აი თქვენი ჩარიცხული თანხები სად მიდის, ვიწერ საზღვარგარეთიდან ყველაფერს და კიდევ ველოდები გრძელ სანთლებს. ნუ დავიწყოთ, მე ამას მოვიხმარიებ პინცეტს, რა თქმა უნდა. ხო. ეხლა ვააქტიურებ რიტუალს. უკვე იტირა და ჩაქვრა მეგობრებო სანთელი ჩაქვრა და ეს არ არის კარგი, ვინც დიდი ხანი ხართ ჩემს რიტუალებზე, ჩემს არხზე, იცით ძველმა გამომწერებმა სანთელი რო ქრება, ეს არ არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ სიკვდილზეა გაკეთებული. მე თან ვისაუბრებ მეგობრებო, ჩაკრა, მესამე თვალი ჩაკრა აჯნაზე და უკვე თვალები ამოვიდა. კი, აქ ნამდვილად ვიღაცა გიყურებთ თქვენ და აი ესე თიც გიქნებთ, რომ საერთოდ შუბლის ტკივილები აქ, ადრე თითქოს აქ გაიმორიცაც აქ ადგილი, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით აქვს ვიღაცას თქვენზე თვალი დადებული. ძალიან დიდი ხანია ჩაკეტილი გაქვთ, ძალიან დიდი ხანია. რა არის ეს ჩაკრა, ხო? ენერგეტიკული ველი დავარქვათ. ნუ ეს არ ჩანს, მაგრამ ამ ჩაკრაში ეს არ არის პროგრამა, ეს უფრო სუშნასწებს რო ვიცახი უსულო არსებებს, ნუ სულებიც არა, თუმცა შავი მაგიის წარმომადგენლები სულებსაც სვავენ, შავ სულებს, აი კი სულები, ესე იგი ჩაჯენილია, გამოყენებულია. კი, აი ნამდვილად გაშავდა ლურჯი სანთელი, აქ არის სულები ჩაჯენილი სპეციალურად, რომ გადაგიკეტონ მესამე თვალი და ნახეთ სანთელი რა დღეშია. ნახეთ, ეს თან ახლა ამოვწმინდა, მე ჯერ ამოწმენდას ვაკეთებ და მერე ნეგატივის და მერე სხვა მეორე შემოვლაზე უკვე გავხსნი მეგობრებო. აქ ნამდვილად ამოვიდა, აი აქ ზის სულია თქვენს მესამე ჩაკრაში ჩაჯენილი სპეციალურად, რომ ხელი შეგეშალოთ ცხოვრებაში. რა არის მესამე ჩაკრა, ხო? აჯნა, ეს არის ენერგეტიკა, რომელიც ყველას მოგეხსენებათ და ჩემი ნათქვამი პირველი არ იქნება თქვენთვის, რომ ესე იგი ადრე ტელეპათიური გადაცემა იყო, ხო? ხალხი აბა როგორ ადრე ენა სანამ არ იყო ენის ბარიერი, ხო? ამით ერთმანეთს აგებინებდნენ. ყველა, დიახაც ყველა, ეხლა შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, როგორ ნინია რას ამბობს. ზუსტად ასეა.
ყველა აი ასე საუბრობდა და მერე ვიღაცეებმა ვინც მართავს ამ ყველაფერს, უხალს არ გულისხმობმე, ეს გადაკეტეს და შექმნეს ენა. იმიტომ რომ არ აწყობდათ მათ, რომ აი აქაც ამოვიდა უკვე ეს რა ქვია, სუშნასწი ამოვიდა და დიდი დრაკონი, რომელიც აი სულია ჩაჯენილი და აქ არის დაკეტილი კი არა, აქ ბევრს შეკერილი გაქვთ, აი როგორც მე ვთქვი დაწყებაში. აი მართლა რომ შეკერილი გაქვთ მაგიურად, შავი მაგიიდან. აქ ვიღაცას არ აწყობს თქვენი ფინანსური მხარე, აქ არის შური, აი ფინანსური მხარე, შური. კლიტე გადევთ, ძალიან დიდი კლიტე გადევთ, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო. ფინანსებზეა რომ ესე იგი თქვენ წინ არ წახვიდეთ, არ გამოიმუშაოთ, შუბლის ტკივილები გაქვთ აქ, კი, აი ნამდვილად გაწვევათ, ბევრს გონიათ რომ გაქვთ ესე იგი გაიმორიტი, მაგრამ ნუ შეიძლება ეს გაიმორიტიც იყოს, ახლა არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორ არის იცით, აქ არის უფრო აი გაშავდა ლურჯის სანთელი, აქ არის ცბიერი ადამიანი, აი ფისო კი რა კატაა უფრო. კი, ეს არის თქვენს გარშემო მყოფი პიროვნებები, რომლებსაც იცნობთ და ეს არის შეკვეთით. აი აქ ზის შავი კალდუნია, ქალი ზის, ჩაცმული ანაფორაში, კაპიშონს რო ეძახიან, მაგათი ჩასაცმელი და აკეთებს რიტუალს, გიკეტავთ. კი, გიკეტავთ, იმიტომ რომ შურია აქ ფინანსებზე აქ დარტყმა. მესამე თვალს ეტყობა თქვენ აქ ეხლა მარტო ერთი ხო არ მიყურებს, გააქვთ ეს წინ წასვლები, მაგრამ ეხლა უკვე ჩაგეკეტათ, იმიტომ რომ აქ სერიოზული მაგიაა. რომ არ გქონდეთ ფული, რომ არ გქონდეთ სიყვარული, კლიენტები რომ აღარ ყავდეთ, ადრე აქ მიჩვენებს, ой, გავარდა, ხედავთ? არ მალაპარაკებენ. რა გითხარით? ნახეთ, რა გითხარით? რახან ეს ექნა, მე ჩემ მაგიურ დანას გამოვიყენებ ახლა და ჩავწვალ. აი, აჰა. მე ხა ყველაფერი ჩემი გაწმენდილი ადგილი გამეშავდება, მაგრამ რას ვიზავ თქვენი გულისთვის, მეგობრებო? აქ არის ჩემო კარგებო, რომ ფინანსები არ გქონდეთ, ეთყობა, ეხლა კლიენტურა რო შეგიმცირდეთ, ადრე შეიძლება ყავდათ, კი, აი, პარაში რო არ იყოთ, ბიზნესი რო ვერ განავითაროთ, აი, ზუსტად ეგ დანიშნულებაა, მინდა გითხრათ. ანუ აქ ახლა ორი პატარა ჩავთვალოთ ერთ სანთლად. ზუსტად ეგ დანიშნულებაა, აი აქ 1, 2, 3 ზიან და აკეთებენ მაგიურ დარტყმებს. აი მე ხა აქ რაღაცა გავხსენი და ვიღაცას არ ესე ამოვნა, უყურეთ ზიან, აი აქ ზიან და აკეთებენ მაგიურ დარტყმებს. აქ ვიღაცას არ ესე ამოვნა, ეხა ნინიამ რო რაღაცა გახსნა. აი ზუსტად ამ წუთასაც მიდის, ნახეთ ხელზე მომეწუწა, მიდის მაგიური დარტყმები, კი, აი, მაგიური. და მე მინდა გითხრათ, რომ აქ ესე იგი ჯერ წმინდავ კიდევ ნეგატივს, აჯნა მესამე თვალი. აქ არის ჩემო-კარგებო გამიზნულად, სულ მონეტები ჩამოდის, იმიტომ რომ ფინანსებზე აქ დარტყმები, რომ ესე იგი რით ვეღარ გაჩუმდიო, მიხვდით ხო? აი ესეთი თემა, რით ვეღარ გაჩერდი, რით ვეღარ დაბრმავდი. აქ ახლა მე შევეხები ეს მესამე თვალი რა არის, იცით? ხა მოვწმინდავ ჯერ, მოდით
წარმოიდგინეთ შუბლს გიწმინდავთ მე ახლა, აი ეს ჩაყოლება ცხვირამდე, ავდივარ, ჩავდივარ, ავდივარ, ჩავდივარ, ახლა გავდივარ მარცხნივ, მარჯვნივ გამოვდივარ, მარცხნივ გავდივარ, საფეთქლებამდე გამოვდივარ შუბლის არეში. კი, აქ ახლა იცით რა არის, გაიმორეცაც მიჩვენებენ, მარცხენა მხარეს უფრო გაქვთ ნეგატივი, მარცხენა მხარეს გაქვთ, კი, აი აქ საფეთქლებთან. კარგით. ეს გადაამუშავა უკვე. ეხა მეგობრებო, მე გიქრებათ, სანთელი გიქრებათ აშკარად. მე ახლა შიგნიდან წარმოიდგინეთ, იგრძნობთ ახლა, აქ ცხვირიც იქნება ჩაკეტილი, იმიტომ რომ ზევიდან ბევრს გონია ჰაიმორიტი, მაგრამ ჰაიმორიტი არაა, მაგრამ ზოგს აქვს ჰაიმორიტი, აქ მიჩვენებენ მე კი, მაგრამ ბევრს ნემსებიც და ისინიც აღარ გშველით, მგონი ისეთი ჩაკეტვა. აი აქ პირდაპირ სუშნასწი ზის, ნახეთ, აი პირდაპირ ზის სუშნასწი, ხელოვნურად ჩაჯენილი, კი, აი ნახეთ სანთელი, ხელოვნურად სანთელს ვერ გაეკცევი, სანთელი მაგრად ლაპარაკობ, წმინდავ ახლა მე ამ ხელოვნურად ჩაჯენილ სუშნასს, ესე იგი მაგიურ შავი მაგიიდან ვინც ჩააჯინა მაგიის წარმომადგენლებიდან, აქ არის უკვე სპეციალურად შეკვეთილი, აი აქ ამოვიდა სუშნასი უსულო არსება. აქ არის, აი გამოიხატა კიდეც რამხელაა ეს სოხერი. გველივითა, აი რო დაგტკეპნონ, აი რო დაგტკეპნონ მეთქი და ნამდვილად ასეა. მე დანით ვიმუშავებ, ასე რახან ასე წავიდა საქმე, ხო? დანით გავაგრძელებ, რომ გადავჭრა ეს ყველაფერი. ნამდვილად ასეა, ნამდვილად რამხელა რაღაცა ამოვიდა კიდე მეგობრებო და ამ ადგილიდან გავაგრძელებ. ხელოვნურად არის, ხელოვნურად აი თითქოს აი ესე რომ გიჭერენო თავში, ეს თავი წარმოიდგინეთ და აი უყურე, აი ესე რომ მოგაჭიროს, აი ეგეთი შეგრძნებები გაქვთ უყურე და შუა ეს ცხვირიც გეკეტებათ, მერე ცხვირი გეკეტებათ. მე მაქვს მგონი ცხვირის წმენდა, კი და გაიწმინდეთ, შედით უყურეთ, ნინია ტყუილად არ დაგიდებთ რიტუალებს, ესე იგი საჭიროა. შედით ცხვირი გაიწმინდეთ. აი ამ სუშნას მე აი ამ პორჩას ახლა ხელოვნურად ჩადებულს, ეს უკვე პროგრამაა, არ ველოდი, მაგრამ ეს უკვე პროგრამაა. ხო, რასი შავე ჩამოდის, ლურჯია და კიდე მევხედავს, ესე იგი შავდება ლურჯის სანთელი. კარგით. ეხლა შიგნიდან ჩავდივარ, აი ცხვირთან, შუბლთან, მესამე თვალთან ვარ, აჯნა. აი აქ არის დიდი პრობლემაა. აი აქ ზის, აი ეს ხელოვნური პროგრამაა ჩადებული. ნახეთ სანთელს რა ემართება. ნახეთ. აი ამ სუშნას, აი ამ პროგრამას, აი ამ უსულო არსებას ვიღებ და საიდანაც მოვიდა, გამომგზავნთან ვუშვებ. თქვენგან ვიღებ, ჩემგან ვიღებ და გამომგზავნთან ვუშვებ აი ამ საშინელი პროგრამას და აი ამ უსულო არსებას. აქ შავი სულებია გამოყენებული. გასაგებია. ანუ მოკდიო პირდაპირ, ნახეთ, ერთმანეთზეა დადებული. აქ არის მუხა, ეს არის თქვენ სისხლის ნათესავებიც გებრძვიან, აი ესე ამოდის. წინაპრულ ხაზს გიკეტავენ, ესე იგი იციან, ვინც ესე გებრძვით უკვე ესე სიკვდილზე, ხო? არა მარტო დაგიბრმავდეს თვალები, ხო? ვინც ესე გებრძვით, ეს უკვე არის სერიოზული, ერთწუთი ამას ჩავწვავ და სერიოზული პროგრამაა. საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს ეს პროგრამა, ვინც მუშაობს, კალდუნია, ვეძმა, აი იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა, იქ ვუშვებ. ოჰოჰო, სერიოზული შემაქანა. მე აქ მგონი არ მეყოფა ეს ორი სანთელი, უბრალოდ მე გაჩვენებთ, კარგი, კიდე მაქვს აქ სანთლები და კიდე გამოვიყენებ, თავბრუდ ამეხვა გოგოებო ბიჭებო, სერიოზულად. ჯერ ნეგატივს წმინდავ, მე მეგონა რომ ერთი სანთლით ამოვწმინდავდი, მაგრამ ნურას უკაცრავადო სანთელი მეუნება.
ხო, ეხლა მეგობრებო, შიგნიდან ჩავდივარ, აი არის შიგნით ზის, ბევრს გაიმორიტი გგონიათ, შიგნიდან ჩავდივარ მე ეხლა. აი უყურეთ როგორი უსულო არსებებია, ნახეთ, ხედავთ? და ეს S-ასოც არის, აქ დგას ვიღაცა ერთმანეთზე მხრებზე, ნახეთ რამდენია და აქ ზის და დარიგებებს აძლევს. ეს არის 9 წელი დამცავი, ვინც ინახავს ამ ყველაფერს, განაგებს. აი აქ ზის კალდუნია, მაგი, ჩორნი, აი აქ, და ასრულებს ეს ყველაფერს, მიხვდით ხო? შეიძლება სალომეც არის, არ გამოვიცხავ და ეხა ეს სალომე მიიღებს თავისას თუ არ გაჩერდება. ხო, უკვე მისდის უკანა ეს სუშნასწები, აქ არის, ეს რა არის, იცით, პრაქტიკანტებია, შავი მაგია სხვა სწავლიან, როგორც მე ვასწავლი ტაროს, ხო? აი პრაქტიკანტები არიან შავი მაგიის და ამათ ყველაფერს მე ეხლა აი ამ საქმიანობას ვუკეტავ, ძალას ვართმევ, ვაბათილებ, ამათ ძალა აღარ ექნება და აი ამ დამხმარე სუშნასწებს შავი სულები რო გამოიყენეს, რომ აჯნა ჩაკეტეს თქვენი მესამე თვალი, აი ამ დამხმარეებს, აი ამას ვანთავისუფლებ და ვუშვებ იქ, საიდანაც მოვიდა, მაგრამ რა არის, იცით, მარტო სასაფლაოდან არ არის ეს მოყვანილი, ეს პორჩა, ეს სუშნასწი თქვენ სიკვდილზე და დაბრმავებაზე და მესამე თვალის საერთოდ გადაკეტვა კი არა, შეკერილია. კარგი, აი აქაც ზიან მუხლებზე და ერთმანეთს, ესე იგი, რაღაცა ჩასჩურჩულებენ, მიხვდით იცი? აი ამათ ვუშვებ მე ხა დამხმარე ძალებს, აი ამ სალომეს, ესე მეუნებიან სალომეს რა ვქნა, ვართმევ აი ამ ვინც გასწავლის და ვინც ასწავლის, ხო? აი ამ ყველაფერს ვართმევ, ძალას ვართმევ, დაცვებს ვხსნი მე აი ამათგან და უკან ვაბრუნებ აი ამ საწყალ სულებს, ამათ სხვა დანიშნულება აქვთ, მაგრამ მოზიდულია, ესენი არიან მოზიდულები, კი, აი სანთელს დააკვირდით, რამხელა ცეცხლია, კიდე არ ჩანს პატარა სანთელზე. ეს არის მოზიდული, მოწვეული სულები ძალით. აი ეს საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს. თავიანთი ტყავიდან ვაძრობ ამ შავი მაგიის წარმომადგენლებს, აი ამ დაცვებს. ხსნი და ყველანაირ ბლოკებს, კლიტებს ვხსნი თქვენზე. აჰა, გასაგებია, ეს გავაკეთეთ. ეხლა გავაგრძელოთ, მოდი. ეხლა გავაგრძელოთ. შიგნიდან ჩავდივარ. შიგნიდან, მეგობრებო, ჩავდივარ. შუბლი, აჯნა. და ცხვირ შიგნიდან ჩამოვალ ეხლა, შიგნიდან იგრძნობ, შეიძლება გაგიხურდეთ, ან სიცივე იგრძნოთ, ან აი უცებ სუნთქავთ და დაგეკეტოთ, ან პირიქით ვერ სუნთქავდით და გაგეხსნათ ეხა უცებ ნესტოებიც. აი აქაც ზის, აი დაკლაკნილი სუშნასწი ზის, ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც პირდაპირ წელში მირტყავს და ფინანსებზე გადადის, ჩაკეტვა გაქვთ ძალიან, ვასუფთავებ აი ამ ნეგატივს ცხვირის შიგნიდან, ენერგეტიკულად, უფლის დახმარებით, სამყაროს დახმარებით. ანგელოზების და არხანგელების დახმარებით რამხელა სუშნასწია. ნუ აქ ძგიდიც არის, შეიძლება ეხა ან სპორტიდან გაიტეხეთ, ან ბავშვობიდან, ან ვიღაცამ თითქოს ან რაღაცამ ფეხი დაგაბიჯათო ბავშვობაში, აი ამასაც მეუბნებიან. და იქედან ეხა უფრო მარჯვენა ძგიც მეუნებიან, მაგრამ მარცხენაც არის ცოტა კი. აი აქ პირდაპირ დგას სული, აი აქ კაცი დგას კალდუნი და სულს, ესე იგი, ელაპარაკება, დანიშნულებას აძლევს, რომ თქვენ გაგანადგუროთ, მიხვდით ხო, გოგოებო, ბიჭებო. კარგი. ეხლა მე მინდა რომ გადავიდე აქეთ თქვენი მარჯვენა, აქეთ მარცხენა. ეხლა გადავალ მარჯვენა ყურთან, შიგნიდან, რა თქმა უნდა, რომ აჯნა შიგნით არის, ჩაკრა აჯნა. გადავალ მარჯვენა ყურთან
და შიგნიდან ეხლა თითქოს აი საცობები რო გაქვთ, ეგეთი შეგრძნება ბევრს გაქვთ, კი, აი და აქ ყურის უკან შიგნიდან ზის სუშნასწი, მეგობრებო. აი აქაც ჩაგიჯინეს, რომ არც დაინახო და ვერც გაიგოვო, აი ესეთი თემაა. ნუ პორჩა, აქ არის ყურების პორჩაც. ყურების პორჩა შეიძლება ამოვწმინდა აი ამ სუშნას შიგნით მარჯვენა ყურსში რო გიზით ამოვწმინდავა ეს ახლა ამოვწმინდა შეიძლება წუილი გესმით ხოლმე ეს არის ცუდი ენერგია დაბალი ენერგია ну არის ხა ანგელოზების სიგნალი სხვა არის საყვირი სიგნალი რა ვიცი როგორ გინდათ დავარქვათ ამოვწმინდა ახლა გადავალ მარცხენა ყურში გადავალ მარცხენაში აქ ბავშვობიდან არის რაღაცა პრობლემა და ჩაქრა. ვიღაცა ბავშვობიდან იცოდა თქვენ რომ ან ნიჭი გქონდათ, ან რაღაცა ეგეთი თქვენი წინაპრების ხაზი იცოდა და ჩაგკეტეს, თავიდანვე ჩაგკეტეს, გოგოებო, ბიჭებო, აქ ესე მეუნებიან თავიდანვე არის ჩაკეტვა ბავშვობიდან, აქ მეუნებიან ან წყალი ჩაგივიდათ, ან თქვენ შვილებს, ვიზეც გაწმინდავთ მერე, მარცხენა წარსული კი, ეხა მე-5, მე-6, მე-7 მალა ხერხემლის მარცხენა მხრიდან ჩაითრია, იმიტომ რომ სასმენი შეიძლება სმენაც დაქვეითებული გქონდათ, ან ეხლაც აქ არის რომ იწმინდავდით ექიმთან, მაგრამ დღემდე გაქვთ პრობლემა მარცხენა ყურში, იმიტომ რომ პორჩა აქ არის უკვე საგვარეულო ხაზია ჩათრეული, აი ამ მარცხენა ყურში წმინდავ, ვიღებ, ან შეიძლება მერე ესეც ამეუნებიან რომ უბრალოდ წყალი ჩაუვიდა თქვენს მშობელს, როცა გაბანავებდათ, ესეც ამოდის. ოხო, მარცხენა მხარე, ნახეთ. მორჩა. ეხლა გადავალ მეგობრებო, ყბა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, შეიძლება ესეთი შეგრძნება გაქვთ, აი კრიჭას, ან რაღაცა მოგექავათ ყბებს შორის, ხო? აი ეგეთი თემაა. ეხლა მე ნიკაპიდან მარჯვენა მხარეს გადავალ, ქვევიდან ავყვები ყურამდე, გარედან ავყვები ენერგეტიკულად. და ეხლა ჩამოვყვები მარჯვენა მხარეს, აი აქ არის მარჯვენა მხარეს არის აი ეს სუშნასწი ზის აქ გაქვთ თქვენ ყურის პარაზიტი ქვია გველი მწვანე გველი შემოხვეული გაქვთ და გაზით ზის მე თუ არ დამავიწყდა ჩავწერ სპეციალურად როგორც ლოთობაზე არის გველი ხო მწვანე გველს სხვადასხვა არის კი სხვადასხვა დანიშნულებები აქვს აი მწვანე გველი ზის აქ კი ზის ნამდვილად და აქ ახლა მეუნებიან რომ ჩისტკებს აკეთებთ ანუ წმენდებს მაგრამ მაინც პრობლემაა მარჯვენა ყურზე ყბაზე სათვალეს რო იკეთებთ თუნდაც მზის სათვალეს გაჭერთ ხო გაჭერთ კი ამას მეუბნებიან კარგი ეხლა მე ამოიწმინდოს ცოტა ამოიწმინდოს ეს გველი მწვანე გველი ეს პარაზიტი ამოიწმინდა ეხლა გადავალ მარცხენა ყბაზე ოი მარცხენა როგორ არ უნდა მარცხენა ყბაზე გადავალ ნიკაპიდან მეგობრებო ნიკაპიდან აქ ბევრი წყევლებია გავორდა სანთლის ალი ცეცხლი გავორდა ავდივარ ეხლა მე მარცხენა მხარეს ავყვები ყურამდე ყურის უკან მარცხენა მხარეს საფეთქლებამდე აქაც არის რაღაცა ნეგატივი არის ყურთან საფეთქლებამდე ეხა ჩამოვყვები ისევ კი არის აი ჩამოვყვები
აი აქ ჩამოვყვები, ყბა, კი, არის. ესე მეუნებიან თითქოს აი ღამე რამოდენიმეჯერ წამოგახველათ და კინაღამ დაიხრჩვით. ეს ჯადოს აკეთებენ მაგიურ საათებში ღამე. კი, აქ არის სუშნას წისის. ოპა, აი გველი. კი, გველია. აი გველია. ეს მწვანე გველი ზის. საყლაპავთან ყელის ჩაკრა გაქვთ ძალიან ბევრს დაბინძურებული. გაიწმინდეთ, მაქვს ყელის ჩაკრა მე. გაიწმინდეთ მეგობრებო, მაქვს ყელის ჩაკრა, სასწრაფოდ გადადით დღეს და გაიწმინდეთ. კარგით, ეხლა მე ავყვები უკვე ზემოთ და გადავალ უკვე მერე თვითონ ჩაკრა მესამე თვალის ამუშავებას, როგორც აი ძრავა, მატორს რო ეცახიან, ძრავა ხო ხდებით? ხო, ეხლა მე ავყვები მეგობრებო. როგორ ტირის სანთელი და ხრება აქ ყელის ჩაკრა. რო ვერ იმუშაოთ ყელის ჩაკრა რა არის? რო ვერ ილაპარაკოთ, კონტაქტი რო ვერ დაამყაროთ, გასაუბრებაზე რომ მიდიხართ და ვერ დაილაპარაკებთ, ხო? ნუ ეხლა მე ამაზე აღარ გავაგრძელებ, გადადით ყელის ჩაკრაზე ამის მერე და უყურეთ. საერთოდ ჩაკრები გაქვთ, დაბინძურებული არა გაქვთ, ხშირად უნდა გაიწმინდოთ და მე მაქვს ექს ჩაკრები და გამოიყენეთ ხალხო, გამოიყენეთ. ფინანსებიც გექნებათ, მერე შეყვარებულიც გეყოლებათ და გათხოვდებით და ცოლებსაც მოიყვანთ და ჯანმრთელებიც იქნებით. ავედი მესამე ჩაკრა, თვალის ჩაკრა, მესამე ჩაკრა, რაღაცა მათქმევინა, სასიცოცხლო ჩაკრა, ჩვენ მესამე ჩაკრათი ცოცხლობთ, მესამე ჩაკრაზეა დამოკიდებული, ვისუნთქებთ თუ არა. და გაიწმინდეთ მესამე ჩაკრაც, სამყარომ და ანგელოზებმა მათქმევინა. ეხლა ცეცხლი, ესე იგი, არ მიდის სანთელთან, აალებას აკეთებს. ესე იგი, აქაც არის მესამე, აჰა, კიდე მესამე ჩაკრა. გაიგეს, მადლობა სამყარო, მადლობა ანგელოზებს. აჯნა, შუბლთან ვარ მე ეხლა, შუბლთან მესამე თვალი. ნახეთ, როგორ ცდება სანთელი, ესე იგი, სანთელთან არ მოდის, ცვილთან, ცეცხლი მიდის იქეთ. აქ არის სუშნასწები და იმიტომ კი არის, რომ არ გადაამუშავოს ნეგატივი. მე ეხლა ხსნი მესამე ჩემი ენერგეტიკით და ანგელოზების და არხანგელების და ჩემი ანგელოზების წინაპრების დახმარებით, ვინც მე ეს ძალა მარგუნა, ხსნი ამ ენერგეტიკას ვაღვიძებ. ეხლა წარმოიდგინეთ მეგობრებო, ნახეთ როგორ იმაშრობა სანთელი მიდის, სანთელთან არ მოდის. სანთელთან არ მოდის. ნახეთ ლურჯი როგორ გაშავდა. მე ეხლა რას ვიზავიცით და აი დააკვირდით, მისმინეთ და დააკვირდით თქვენ თავებს. ესე იგი მე ეხლა ხსნი, წარმოიდგინეთ რომ აქ არის არა მარტო ჩაკეტვა, აი ეს ჩაკეტილი ბლოკები ეხლა მე გავხსენი უკვე მესამე თვალიდან, ჩაკრა აჯნა და გაიხსნა, კი, ბლოკები, ჩაკეტილი ბლოკები გავხსენი, მოვაშორებ, გავანეიტრალე და ეხლა მეგობრებო, მე წარმოიდგინეთ, გაქვთ ხელში მაკრატელი, წარმოიდგინეთ, გაქვთ ხელში მაკრატელი და აი ამ მაკრატლით წარმოიდგინეთ, რომ მესამე თვალი შუბლთან, აი ეს ტყუილა არ დავდე, და უყურეთ რა მოხდა. ესე იგი, ისე, ნუ აღარ ვიტყვი როგორ მებრძოდნენ, სანამ მე ჩავთავდი რიტუალს. ძალიან მებრძოდნენ, რომ აი ეს ბლაგავონია რო ქვია, მესამე ჩაკრასთვის
არა მინთია. ესე იგი სწორად მუშაობს, სწორად და სწორად ჩავწერე, რომ ეხა გაწმინდავს უფრო. კარგად მივდივართ, კარგად. წარმოიდგინეთ ეხა თქვენ, რომ მესამე თვალი გაქვთ ვიზუალურად და ეგ მაკრატელით ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რამ ხელას უშნასწი დაჯდა და აი ამ ძაფებს, შეკერილი ძაფებით რო გაქვთ, ხო, შავი მაგიის წარმომადგენლებისგან, თქვენი მტრებისგან, შურიანი ხალხისგან, ჭრით აი ამას. ჭრით. ნუ ვინც ცაცია ხართ, მარცხენა ხელით წარმოიდგინეთ. ჭრით აი ამ ყველაფერს, თქვენი მარჯვენა ხელით, ჭრით და აი მაგ ძაფებს ყრით აი ამ ცეცხლში, ეხა ნინიას რო უჭირავს ღვთაებრივ ცეცხლში, წმინდა ცეცხლში და წვავთ და გაგეხსნათ, ნახეთ, იგრძენით შვება, შუბლიდან მოგშორდათ ეგ დაძაბული და ეს შემობჯენილი თითქოს თავში რო ვთქვი, რომ ვიღაცა სპეციალურად გაჭერთ, აი ესე გიჭყლიტავთ, ხო? მეც თქვენთან ერთად ვიზუალურად ეს საქმე გავაკეთე, ეს რიტუალი ჩავიტარე, აი ხა თქვენთან ერთად. ხო, ეხლა მაგ გახსნილში რო გავჭერით ეს შეკერილი, ვინც შეგვიკერეს სპეციალურად, რომ აღარ დავინახოთ, ვეღარ ვიაზროვნოთ, საქმეები ვეღარ გავაკეთოთ, ხო? აი შიგნიდან ესე თვალი ხო აქეთ-იქეთ, აი ესე გავდივარ აჯნა ჩაკრაზე. და გამოვდივარ. ბოდიშთა აქ დიდი უკანალით ადამიანი სქელიან დიდ უკანალით დაიხატა ადამიანი. ეს არის სუშნასწი, გატიკნული გჭამთ, თქვენ ენერგიას ხო ჭამს, ხო? ასევე სახასრარაზე ადის, ხო? ყიფლიბანდის ჩაკრაზე, ხო? ხო, ეხლა რამ ხელა სუშნასწიზის, ეხლა კიდე ერთი სანთელი და დავამთავრებთ. ეხლა უკვე, აი ეს ხო გავწმინდეთ, ეხლა უკვე, ნახეთ, მე გავაკეთებ რას? ნახეთ, მიეწება. ესე მინდა მოვაბრუნო, რომ შემოვუარო და მე გაჩვენებთ ნინია ყველაფერს. მანამდე მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი მერე, ორივე არხზე გადადით, ახლებო მეორეც მაქვს და მე ახლა დავიწყებ, გოგოებო, ბიჭებო, მთლიანად აქ მე რაც ამოვწმინდე, ხო? მთლიანად რაც ვისაუბრე, რაც ვილაპარაკე, ნეგატივები, სუშნასწიები და ასე შემდეგ, პროგრამები ჩადებული აღმოჩნდა მესამე თვალზე აჯნაზე. მე ახლა აჯნადან აი ესე მარცხენა მხარეს შემოული აი ამ ყველაფერ ნეგატივს, წმინდავ და ვაშორებ. აი ამ ყველაფერს სანთელი როგორ მიდის, რომ ცვილს არ შეეხოს. წმინდა ვაშორებ აი ამ ნეგატივს, რაც მე ამოვწმინდე, უფლის დახმარებით, სამყაროს დახმარებით, აი ამ ყველაფერს. ეხლა შეიძლება იგრძნოთ, რომ აქეთ თავში რაღაცა ტრიალებს, ან შუბლთან ტრიალებს, იმიტომ რომ აი აქ რასაც ხედავთ, აი აქ, ეს არის მესამე თვალის ნეგატივი, ყველაფერი, მესამე თვალის ნეგატივი. ეხლა მე ენერგეტიკას დავატრიალებ პირიქით, მარჯვნივ წამოვალ, ის გაიწმინდა უკვე. ეხლა მესამე თვალიდან ჩაკრა აჯნას, ენერგეტიკულად მე ეხლა ავამუშავებ, ნახეთ როგორ ცუდად მოდის, ნახე, წყვეტილად, ესე იგი აქ არის გასახსნელი ნამდვილად, როგორც ძრავა, აი ესე, ეხლა მე შეიძლება თაბრუ დაგეხვათ, იმიტომ რომ უცებ წამოვედი, ენერგეტიკა შევცვალე,
აი ესე უცებ, აი ესე ენერგეტიკულად მე ცეცხლი როგორ არ იმაშვრება, არ ეხება უყურეთ. სანთელს ცვილს არ ეხება, იმიტომ რომ აქ არის მინდა გითხრათ ისინი, ვისაც არ უნდა ეხა ჩემს ზურგს უკან დგანან, რომ მე ჩემთვისაც და ჩემი გამომწერებისთვის, კეთილსინდისიერი ხალხისთვის. რომ აი ეს გავწმინდო. და ეხლა ავამოძრავე მე ჩვენი მესამე თვალი, აჯნა, გახსნილია უკვე, გასუფთავებულია, ბლოკები მოხსნილია, ჩემგან და თქვენგან, ჩვენი მესამე თვალიდან, ჩაკრა აჯნადან, უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით და ეხლა, გადაამუშავა. ეხლა მეგობრებო, თაბრო დაგეხოთ, ხო? არა უშავს. და ჩაქრა სანთელი. აქ არის ნამდვილად არის პროგრამების სიკვდილზე, პროგრამებია სიკვდილზე. ეხა გექნებათ ფული. მე ხა აქ დაცვას დაგიყენებთ. მაგრამ ვისაც სურვილი გექნებათ, მაქვს მე ყველანაირი დაცვა და ესე იგი ყველანაირ იმას მოგიხსნით. პრობლემებს მაქვს მე დაცვა. ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად სანთელი ესე იგი თავს არიდებს. აი ესე მეგობრებო, დაგიყენებთ დაცვას. ოჰოჰო. აქ ჯვარი გაქვთ დადებული. ჯვარი აქ პირდაპირ დადებულია. მე არ გამიკვირდება, რომ ჩემზეც დადონ. იმიტომ რომ ვეღარ, ნახეთ, სანთელი არ იქეთ მიდის ცეცხლი. იმიტომ რომ ვეღარ იმას აქნათ, რა ქვია, იაზროვნოთ, მიხვდით ხო? ნინია ეხლა ყველაფერს იზავს, რომ ყველაფერი კარგად იყოს. თქვენ შეგიძლიათ სხვაზეც უყუროთ, სხვაზეც, თქვენ შვილზე, თქვენს ახლობელზე, ვიზეც გინდათ აბსოლუტურად. აი ეს ყველაფერი, რომ კარგად გქონდეს საქმე, ვინც იმსახურებს. როგორ გაიჭვარდლა, ვინც იმსახურებს ამ ყველაფერს, მიხვდით ხო? ხო, ეხლა უყურეთ რა ხდება. ნუ საშინელი რაღაცები ამოვიდა აქ. აი ესე, რო არ დამეწუწოს ძალიან. ისე აი ამას გამოვიყენებ მე აქ. ნუ აი რა უნდა გითხრათ, უყურეთ. აი აქ ზიან, ნახეთ. აი ესენი სულსულები, დამცველები, შავი მაგიის წარმომადგენლები. ნახეთ რა დღეში გქონდათ მესამე თვალი, მეგობრებო, ნახეთ. უყურეთ. აი უფლის ის რო არის ვახშამი სერობა რო ქვია, მე ხა იმას 1000 წელი არ შევადარებ, ჩემი სიტყვები სწორად გაიგეთ, კარგ თქმელს, კარგი გამგონი უნდაო, არ გადააკეთოთ. სერობას გავს უყურეთ, მაგრამ დემონური სერობაა, მიხვდით ხო, ეს ზიან და
აქ არის აჩვენებენ რომ ჯგუფურია ერთად, არის თქვენი წყვილებია აქ, რომლებსაც იცნობდით, რომლებსაც არ იცნობდით და აქ არის კიდე რომ, ფულებზე რა თქმა უნდა, აღარ ამხანაგობთ, წამოხვედით და არ ეგონათ რომ კარებს მოუხურავდით, აი აქ თირკმელიც არის, გულიც არის, ხო თქვია რა დავეკანალი, აი აქ ნახეთ როგორი სულები, ნახეთ აქაც აი რაღაცას აცხობენ და აქ არის რომ აქ ორსულობაც არის, წყეულებია რომ შენ არ გამრავლდე, შენ არ გაიხარო, პრივაროტები, ატვაროტები და მთელი ამბები. აქ ზიან და ერთმანეთთანაც იცნობენ და შეიძლება არც იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ იცით როგორ მაჩვენებენ? ერთდროულად თითქმის ხდება მუშაობენ თითქოს ესე ამოდის მეგობრებო და იმიტომ გქონდათ უფრო ძლიერი დარტყმები და ტკივილები. მოკლედ, თქვენთან იყო ნინია, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ყელის ჩაკრა და მესამე ჩაკრა, გაიწმინდეთ ჩაკრები. მე რახანდესე სიკვდილზეა და იმაზეა, ვეცდები რომ ჩავწერო ახლო მომავალში. იცით რა არის? ერთად უნდა უყუროთ, შეიძლება მთლიან ჩაკრების წმენდასაც სასურველი იქნება და არ გაწყენთ პირიქით და ასევე მეგობრებო, იმას ცალ-ცალკეც უყურეთ, ცალ-ცალკეც, ხო? იმიტომ რომ თითოეული ჩაკრა მარტო არ არსებობს, ერთმანეთზეა გადაბმული, ხო? გამოსასყიდი იქნება 6 ლარი. მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ ჯანმრთელობას.